შეიცვალა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს ოცნების პრემიერმა თქვა, რომ გადავადებულია ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყების პროცესი 2028 წლამდე. ფაქტობრივად მან შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. როგორი იყო თქვენი ემოცია, როცა მოისმინეთ კოპაღეთის განცხადება და როგორ შეიცვალა მას შემდეგ თქვენი ცხოვრება? მე ვფიქრობ, ეს 2028 წლამდე შეჩერება იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ ევროპისკენ სულა უკვე ვეღარ შევძელით, გავჩერდით, ჩვენი განვითარებაც შეწყდა, თითქმის, ანუ შეიძლება სწავლის მხრივ ეს ყველაფერი არ აისახა, თუმცა ჩვენი მომავალი უფრო მეტად აისახა იმ ყველაფერზე, რომ გაცვლითი პროგრამები შეგვიწყვიტეს. ამიტომ გაცვლითი პროგრამები ერთ-ერთი ჩვენი გზა იყო უფრო ცვლილებებისკენ. ისინი უნდა ცნობიერებდეს, რამდენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის ევროპა და რამდენად დიდი ზიანი მიაყენა ამ ყველაფერმა ჩვენს განათლებას. ერთ-ერთი უნიშნულოვანესი და მწვავე საკითხი იყო ეს, რომ ჩვენს უნივერსიტეტს დააკლდა ევროპის ხელი, ანუ გაცვლითი პროგრამების მხრივ.